ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე შოლას ადიდების შედეგად დაზარალებულმა ოჯახებმა კომპენსაცია მიიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი მერის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. ვეფხია ბლიაძე ამბობს, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით 2000 ლარის ფარგლებში დახმარება 400-მდე დაზარალებულ ოჯახს გაეწია. იგი აცხადებს, რომ მსგავსი სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინება და მოხდება დამხმარე არხის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე კი, როგორც ბლიაძე ამბობს, მიმდინარეობს ნაპირსამაგრის სამუშაოები და 2 ადგილას ნაგებობები მოეწყობა. ცნობისთვის მდინარე შოლა გასული წლის თებერვლის თვეში ადიდდა და ასობით ოჯახი დააზარალა. მდინარე შოლა პერიოდულად იწვევს მოსახლეობის დატბორვას, აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები, თუ რა სახის სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნული ფაქტის პრევენციის მიზნით და მოწოდებული იქნა რეკომენდაცია, რომ მდინარის დინების რეგულირების მიზნით მოეწყოს დამხმარე არხი იმერეთის ქუჩის ჩართულობით, რომელიც დაერთება დადიანის ქუჩაზე მდებარე არხთან. საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოებზეა საუბარი, საკმაოდ დიდი შესაბამისად ღირებულებიდან გამომდინარე დიდი მოცულობის იქნება და წარდგენილი იქნება თანადაფინანსების ფარგლებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური პირობების მოძიება და ფინანსური რესურსის მოძიება აღნიშნული სამუშაოების როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის. მთავრობის განკარგულებით მოხდა 400 მოსახლეზე მოხდა ფინანსური კომპენსაციის გაცემა. 2000 ლარის ფარგლებში გაიცა თითო მოსახლეს. მუნიციპალიტეტი პარალელურად ახორციელებს ნაპირსამაგრის სამუშაოებს მდინარე შოლასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ 24 წლის თებერვალში უხინალექის შედეგად აღნიშნულმა მდინარემ დატბორა ხაშურის გარკვეული ნაწილი, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დაზარალება. ხელისუფლებამ იზრუნა მოსახლეობისათვის და მოხდა კომპენსაციის გაცემა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მოეწყო 2 მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობები 210 და 265 გრძივ მეტრის ოდენობით და მიმდინარეობს ასევე ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების ფარგლებში მიმდინარეობს ერთ-ერთი ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები.